მოგესალმებით. როგორც კლინიკური ფსიქოლოგი, მსურს სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს. მე არ ვარ სამედიცინო ექიმი და არ ვაპირებ ამ დაავადების კლინიკურ დეტალებზე საუბარს. თუმცა ჩემი პროფესიული მოვალეობა არ გავჩუმდე და ვთქვა, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და რატომ არის წამალი მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც ყოველდღე უყურებს, როგორ კარგავს მისი შვილი იმ უნარს, რომლებსაც გუშინ ჯერ კიდევ ფლობდა. ეს არის ქრონიკული სტრესი, რომელიც ანგრევს ადამიანის მთელ ფსიქიკას. როდესაც მედიკამენტი არსებობს, მაგრამ ის ხელმისაწვდომი არ არის, ეს სტრესი უფრო მეტად იზრდება სისტემურ ტრამვაში. ეს წამალი არ არის მხოლოდ ქიმია. ეს არის მოგებული დრო. ის უნარჩუნებს ბავშვებს ფილტვების და გულის ფუნქციას, რაც პირდაპირ ნიშნავს სიცოცხლის გახანგრძლივებას. ევროპას და ამერიკულ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სრულად აფინანსებს ამ მკურნალობას. რადგან აქ გვესმის, რომ სახელმწიფო ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვის კუნთზე, არამედ მთელი ოჯახის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ეს მშობლები იმყოფებიან გაყინულ გლოვის მდგომარეობაში. ისინი საჯაროდ მედგრად დგანან, მაგრამ მათი პროტესტი არის ბრძოლა შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ მათ გვერდით. ეს არ არის მხოლოდ მათი პირადი ომი. ეს არის ჩვენი საზოგადოების ჰუმანურობის ტესტი. სახელმწიფო ამ დროს ვალდებულია დაიცვას თავის მოქალაქეების სიცოცხლე და მათი ფსიქიკური კეთილდღეობა. დადექით ამ ოჯახების გვერდით, რადგან დრო არ იცდის.